შუადღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო და კარგებო, გამარჯობა ყველას. დღეს თქვენთვის ძალიან საინტერესო თემას გავშლი. ვფიქრობ, მაინც ასეთ ვიცი, გაინტერესებთ ყველას ეს თემა, შეგდებით თუ არა. შეგდებით თქვენ შეგროვ პიროვნებასთან. დაალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, იმისთვის რომ არ გამოგჩეთ ჩემი გაშლები, შემდეგში რასაც დავდებ და ახლა დავიწყოთ გაშლა, ხო? შეგდებით თუ არა, თქვენი თქვენსმეთ შეგროვებული პიროვნება, ჩაიფიქრეთ პიროვნების სახელლაგვარი, დაბადების წელთვარიცხვი, თქვენიც ასევე და დავიწყოთ თემის გაშლა მანარაზე. შეგდებით თუ არა, თქვენ და თქვენსმეთ შეგროვებული პიროვნება, შეგდებით თუ არა, შეგდებით თუ არა. ოთხი არკანი საკმარისი აქვს და მოდი კარგით თქვენი ხათრით ნახოთ აქ თქვენ ენერგიას არ ამოვიკითხავ. რაღაც არ მინდა, უბრალოდ პირდაპირ ახსენზე გადავალ. როდის შეგდებით? აქ ხედავ რომ შეგდებით კი ბატონო და როდის შეგდებით? ვერ დავტოვებ სამჯეროს არკანს ეგრე. ჩვენს დღევანდელ გაშლაში ჩანს, რომ ურთიერთობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დასრულებული. ფონად ამოვიდეს თქვენ ცეცხლის ცხრიანი. ფონად კი არა, პირველ არკანად ეს ფონი ხო, ჩემთვის ტკივილია, ხო ვარ ვახსენებ. ფონად პირველი არკანი ჩვენთვის არის ცეცხლის ცხრიანი და გვიჩვენებს, რომ თქვენ ორივე ესე ვთქვათ, თავს ერთმანეთს არიდებთ, თავდაცვის პოზიციაში ხართ ერთმანეთთან მიმართებაში, არ ეკარებით, თქოს ბარიერი გაქვთ ამოშენებული, არ ენდობით ერთმანეთს ბოლომდე, მაგრამ ამავდროულად არც ერთი არ უშვებთ ამ ურთიერთობას ბოლომდე თქვენიდან, ხო თითქოს კედლებს აშენებთ ერთმანეთს შორის, მაგრამ შინაგანად ჯერ კიდევ გიჭირავთ, ანუ ერთმანეთი არ უშვებთ ერთმანეთს. ჰაერის ცხრიანი მიგვითითებს, რომ პიროვნებაში არის ძლიერი, ეს თქვათ, ნერვიული აშლილობა, ძალიან ნერვიულობს, ღამეების გაცენების თემაც აქვეა, შიშებში არის, ეს ადამიანი ნამდვილად ფიქრობს თქვენზე, უბრალოდ უფრო ესე თქვათ, ნათლად ვთქვათ, ჩუმად უფრო იტანჯება, ვიდრე ასე თქვათ, ხმამაღლა რამეს იძახდეს, ანუ თქვენთვის ეს არის უცნობი. ქურუმი ქალი არის შემდეგი არკანი და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მისი გზნობები ასე თქვათ, თქვენთან მიმართებაში არის დაფარული, ბევრ რამეს ასე თქვათ, გულში ინახავს, რასაც თქვენ მიმართ გზნობს, არ გეუბნებათ თქვენ, არ ცხობს არანდობს თავის გზნობებს, გარეგნულად ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე, თუმცა ეს ასე თქვათ, არაფერს ასვრის, ხო, ემოცია და ინტერესის თქვენ მიმართებაში არის და იყო და არის კიდევაც და ნუ რა ვქნათ, ვერ ერევა ამ საკუთარ ემოციებს და გზნობებს. ცეცხლის რაინდი უკვე მოქმედებაზე საუბრობს და ეს არკანი ყოველთვის მიგვითითებს მოლოდინებზე, ნაბიჯებზე, იმპულსურ აქციელებზე, ხო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩუმადაა და საკუთარ თავს იცავს თქვენგან და საერთოდ სიტუაციისგან თქვენ შორის აწყდება, ხო? საბოლოოდ მაინც წამოვა ნაბიჯებზე, ხო, გადმოდგა თქვენთან მიმართებაში ნაბიჯებს. რაც შეეხება დროისხას, აქ რეალურად სამჟარო ამოდის და ეს ძალიან ძლიერი არკანია, რომელიც ყოველთვის ნიშნავს გარდატეხას და ახალ შანსს ურთიერთობაში, ან ურთიერთობაში მოვა ახალი ეტაპის ენერგია, რომელიც მკვეთრ შემოbrunებას მოიტანს თქვენ ორ შორის, თუმცა წყლის შვიდიანი ასევე გვეუბნება, რომ მანამდე იქნება ბევრი ასე ვთქვათ, მერყეობა, ილუზიები, გაურკვევლობები თქვენ ორ შორის და ბოლომდე ვერ წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომ ეს პროცესი ცოტა შეიძლება გაიწელოს. რეალურად შერიგების შანსი ნამდვილად არის თქვენ ორ შორის, მიუხედავად შევისა და ჩუმი დაძაბულობებისა, საბოლოოდ მის იმპულსურ ნაბიჯებს უნდა ელოდოთ, გადმოდგავთ თქვენთან მიმართებაში იმპულსურ ნაბიჯს სხვათა შორის კვერთხების რაინდიდან გამომდინარე და ვინ ჩემს გაშლებს უყურებთ, კვერთხების რაინდი ძალიან ხშირად ამოდის და ძალიან ხშირად მაქვს ახსნილი როგორი ტიპია ეს პიროვნება, ეს ყველაზე მეტად სავარაუდოა, ესე ვთქვათ, პერიოდულად, როგორც შემოდგომის პერიოდში, რა თქვენი შერიგება და ნაბიჯების გადმოდგმა მისი დაახლოებით 1-დან 2 თვემდე, 1-2 თვეში, როცა რეალურად მას შეიძლება, რომ ასე ვთქვათ, გამიჯნოს თავის რეალობა და ილუზია და საბოლოო არჩევნის გაკეთება მაინც მოუწევს. აი ეს პერიოდი იქნება ჩემო ძვირფასებო და კარგებო. მოკლედ სულ ეს ყრის თქმაც მსურდა. შეგდებით თუ არა ამ სიტუაციასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამ გაშლას უნდა უყუროს ხალხმა, რომლებიც დაშორებულები არიან, დასრულებულ ურთიერთობაზე აქვს საუბარი, ან თუნდაც დაპაუზებულ ურთიერთობაზე. გაუმიჯნავ მხოლოდ ასეთი კატეგორიის ურთიერთობაში მყოფმა ხალხმა მიყურეთ, ვისაც ყველაფერი კარგად გაქვთ და იდეალურად გაქვთ, ამ გაშლას მოუყურეთ. საერთოდ ვისაც ყველაფერი კარგად და იდეალურად გაქვთ, ნუ უყურეთ გაშლებს, თქვენთვის არ არის ეს ყველაფერი. არც არის კარგი და არც გირჩევდით რა, ანუ
რავი რა გინდათ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ ძვირფასებო ჩემებო, კარგად იყავით და გემშვიდობებით და დროებით.